უკრაინული უპილოტოები აპირებენ მოსკოვში გამარჯვების აღლუმზე 9 მაისს ჩაფრენას, რომ იქ მაინც იყოს ნაჩვენები რაიმე სამხედრო ტექნიკა. ასეთი განცხადება დღეს გააკეთა უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმირ ზელენსკიმ. მისი თქმით, უკრაინული დრონების გამოჩენა წითელ მოედანზე 9 მაისს ყველას აჩვენებს, რომ რუსები უკვე აღარ არიან ისეთი ძლიერები, როგორც ადრე. გარდა ამისა, ზელენსკიმ განაცხადა, რომ ამ ზაფხულს ვლადიმირ პუტინი გადაწყვეტს რა გააკეთოს შემდეგ. გააფართოოს ომი უკრაინის წინააღმდეგ თუ დიპლომატიურ გზაზე გადავიდეს. ამიტომ საჭიროა, რომ მას სწორი გადაწყვეტილების მიღებისკენ უბიძგოთ. და აი უკვე მოსკოვში პანიკაში მკვეთრად გაამკაცრეს უსაფრთხოების ზომები 9 მაისის გამარჯვების დღის აღნიშვნის წინ. უკრაინის მხრიდან თავდასხმის საფრთხის გამო. მოსკოვში შესასვლელებთან უკვე ბლოკპოსტები დააკენეს. კრემლთან კი ჯავშანპოსტები მიიყვანეს. Які і внедорожники з пулеметами. გარდა ამისა, მოსკოვში აყვანილია საჰაერო თავდაცვის სისტემები, ყველგან სნაიპერებს ათავსებენ და ასე შემდეგ. ხოლო რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო დუმაში იმდენად შეშინდნენ, რომ ისე ლაპარაკობენ, როგორც თვითონ უწოდებენ შურისძიების დარტყმებზე უკრაინის წინააღმდეგ, თუ კიევი გადაწყვეტს დრონებით თავდასხმას მოსკოვში. გამარჯვების აღლუმზე. მოკლედ, მოდით ახლა ეს ყველაფერი განვიხილოთ. ჩემი სახელია ალექსეი პიჩი, მოდით ერთად განვიხილოთ ეს თემა. მაგრამ სანამ ამ გამოშვებას დავიწყებთ, გთხოვთ გამოიწეროთ არხი, მოიწონოთ ეს გამოშვება და დაწეროთ ნებისმიერი კომენტარი ამ ვიდეოს ქვეშ. ეხლა კი დავიწყოთ. მოკლედ, უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმირ ზელენსკიმ დღეს სერიოზულად შეაშინა მთელი კრემლი. პირველ რიგში ის დღეს სომხეთშია, სადაც რუსებს ოდესღაც გავლენა ჰქონდათ და ვერასდროს დაუშვებდნენ იმას, რომ იქ ევროპელები და ზელენსკი ომის დროს ყოფილიყვნენ. უფრო მეტიც, ზელენსკი იქ ევროპული პოლიტიკური საზოგადოების სამიტზე იმყოფება, სადაც შეიკრიბლენ 50 ქვეყნის ლიდერები, ასევე ევროკავშირის წარმომადგენლები, ნატოს გენერალური მდივანი, სტუმრები კანადიდან, თურქეთიდან და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. და ამის გამო რუსული პროპაგანდა უკვე აღარ იცის, როგორ გაამართლოს ამ გამელოტებული დიქტატორის, ვლადიმირ პუტინის უძლურება ასეთი ფაქტის წინაშე. ადრე ერევანს რუსეთის გავლენის ზონად მიიჩნევდნენ, ახლა კი ველური რუსების აზრი ყველას აბსოლუტურად არ აინტერესებს. მეორეც, უკრაინული უპილოტოები შეიძლება 9 მაისს მოსკოვში გამარჯვების აღლუმზე მოფრინდნენ. დღეს ერევანში ყოფნისას განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ. შემდეგ ციტატა. რუსეთმა 9 მაისს აღლუმი გამოაცხადა, მაგრამ ამ აღლუმზე სამხედრო ტექნიკა არ იქნება. ეს იქნება პირველად, თუ ეს მართალია, მრავალი წლის განმავლობაში. და უკრაინულმა დრონებმა შეიძლება ამ აღლუმზეც გადაფრინონ. ეს აჩვენებს, რომ ისინი უკვე აღარ არიან ისეთი ძლიერები, როგორც ადრე. ზელენსკის თქმით, მომავალ ზაფხულს რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი გადაწყვეტს რა გააკეთოს შემდეგ. გააფართოოს ომი უკრაინის წინააღმდეგ თუ დიპლომატიურ გზაზე გადავიდეს. ამასთან დაკავშირებით ზელენსკი მოუწოდა, რომ მელოთ დიქტატორს დიპლომატიისკენ უბიძგონ, მათ შორის სანქციების მეშვეობით. აქ უბრალოდ შეგახსენებთ, რომ რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტრომ ადრე განაცხადა, რომ მოსკოვში გამარჯვების აღლუმზე 9 მაისს 2007 წლის შემდეგ პირველად სამხედრო ტექნიკის კოლონა წარმოდგენილი არ იქნება. პრეზიდენტის პრესმდივანმა დიმკა პისკოვმა განმარტა, რომ ღონისძიება შემცირებულ ფორმატში ჩატარდება ოპერატიული ვითარებისა და კიევის მხრიდან ტერორისტული საფრთხის გამო. გარდა ამისა, ვლადიმირ პუტინმა საუბარში აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან ცუცუნებდა, ტიროდა, სთხოვდა. გთხოვ ტრამპ, ზეწოლა მოახდინე ამ ზელენსკიზე, მეშინია 9 მაისს წითელ მოედანზე გასვლის. ისინი გვემუქრებიან, დრონებით ურტყამენ ჩვენს ტერიტორიას. მაშინ მან ტრამპს სთხოვა, რომ როგორმე უზრუნველეყო 9 მაისისთვის უკრაინასთან ზავი. ზელენსკიმ ამის პასუხად განაცხადა, რომ კიევი სურს ხანგრძლივი ცეცხლის შეწყვეტა და არა რამდენიმე საათით. უბრალოდ იმისთვის, რომ მოსკოვში სამხედრო აღლუმები ჩატარდეს და პუტინს არ ეშინოდეს ქუჩაში გასვლის. შემდეგ ზელენსკის ციტატას მოვიყვან. ჩვენი წინადადება ხანგრძლივი ცეცხლის შეწყვეტა, ადამიანებისთვის საიმედო უსაფრთხოების უზრუნველყოფა და მდგრადი მშვიდობა. ამისთვის ნებისმიერ ღირსეულ და ეფექტურ ფორმატში. და კრემლში ამის შემდეგ აღნიშნეს, რომ ვლადიმირ პუტინი ერთპიროვნულად გამოაცხადებს კონკრეტულ საათებს, როდის დაიწყება და როდის დასრულდება ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი. საათებს. ანუ ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ კრემლში უბრალოდ ბოდიში უკვე ისე ჩაისვარეს პამპერსებში, რომ უბრალოდ ეშინიათ იმისა, რომ ამ დროს რეალურად მოსკოვს შეუტევ. ამასთან ხელისუფლება ემზადება მთელი მობილური კავშირის შეზღუდვისთვის. ერთად? З 5 по 9 мая. და ყველა სასაცილო ის არის, რომ ოდესღაც ეს ძლიერი რუსეთი, რომელიც 3 დღეში კიევის დაპყრობას აპირებდა,
ახლა ვეღარ ახერხებს მოსკოვის დაცვასაც კი უკრაინული უპილოტოებისგან. 3 და 4 მაისს რუსეთის ფედერაციის დედაქალაქის თავზე 11 უპილოტო დაფიქსირდა. და ერთ-ერთმა მათგანმა დაარტყა საცხოვრებელ სახლს მოსპილ-მოვსკაიას ქუჩაზე, რომელიც 6 კილომეტრში მდებარეობს. და ეს იმ პირობებში, როცა მოსკოვში მკვეთრად გაამკაცრეს უსაფრთხოების ზომები 9 მაისის გამარჯვების დღის აღნიშვნის წინ. ქალაქში შესასვლელთან უკვე დააკენეს ბლოკპოსტები, კრემლთან მიიყვანეს ჯავშანტექნიკა და ყველგან მავალი ავტომობილები ტყვია-მფრქვევებით. სამართალ დამცველებმა ასევე გადაკეტეს წითელ მოედანზე შესასვლელი, სადაც უნდა გაიმართოს აღლუმი და მოსალოდნელია ვლადიმირ პუტინის გამოსვლა. სხვათა შორის იქ რუსებს უკვე ეუბნებიან, რომ ისტორიული მიმართვა იქნება ცარიელი მოედნის წინაშე. იქ იქნება მხოლოდ მუჭა ოკუპანტებისა, რომლებიც გაივლიან და მორჩა. ესე იგი კრემლის კედლებზე და შენობებზე, მათ შორის სპასკის კოშკზე, განათავსეს მებრძოლები ტყვია-მფრქვევებითა და სნაიპერული თოფებით. და არ დაგავიწყდეთ, რომ ეხლა მოსკოვში, კონკრეტულად მოსკოვში, მთელი რუსეთის მასშტაბით ეზიდებიან სისტემებს. Противовоздушной обороны. აღნიშნავ, რაც ცნობილია პარადის შესახებ. პარადი ადგილობრივი დროით 10 საათზე დაიწყება. დაახლოებით 20 წუთის განმავლობაში რუსეთის სამარცხვინო ოკუპანტების ქვეითი ნაწილები მოაბიჯებენ მოედანზე. ხოლო ტექნიკის კოლონის ნაცვლად მაყურებლებს ვიდეოს უჩვენებენ სამხედროების მუშაობის ტრანსლაციას SWOS ზონიდან. ანუ ვიდეოებს. ეს ვლადიმირ პუტინის საყვარელი თემაა. როგორც ჩანს, პარადის საჰაერო ნაწილი შენარჩუნდება. რუსეთის საჰაერო კოსმოსური ძალების ავიაციის გადაფრენა მოსალოდნელია 11:00-დან 11:30-მდე. რა სასაცილო იქნება თუ ამ დროს სწორედ მოსკოვისკენ უპილოტოები გაფრინდებიან და კრემლი იძულებული გახდება პარადის ეს საჰაერო ნაწილი გააოქროს. მაგრამ ვლადიმირ პუტინი ახლა ცდილობს თავი დაიცვას არა მხოლოდ ამ თხოვნებით დონალდ ტრამპის მიმართ. გთხოვ ისე გააკეთე, რომ ჩვენ და უკრაინას შორის პარადის ჩატარების დროს ზავი იყოს. პუტინი კიდევ სხვა ქვეყნების ლიდერებითაც ცდილობს თავის დაცვას. ცდილობს. ცნობილია, რომ თითქოს მოსკოვში პარადზე ჩამოვლენ ყაზახეთის პრეზიდენტი კასიმ-ჟომართ ტოკაევი და სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრი რობერტ ფიცო. მაგრამ ამასთან უკანასკნელმა, ანუ ფიცომ, უკვე განაცხადა, რომ ის არ დაესწრება წითელ მოედანზე სამხედრო პარადს. თითქოს მოусმინეთ, თქვენ თვითონ იქ თავს ირცხვენთ. მე რა თქმა უნდა ჩავფრინდები მოსკოვში, მაგრამ სირცხვილს წითელ მოედანზე ერთად იმ მელოდ დიქტატორთან არ გავიზიარებ. ამავე დროს მონაწილეობა დაადასტურა ბელარუსის დიქტატორმა ალექსანდრ ლუკაშენკომაც. აბა ამ სამარცხვინო ტიპის გარეშე როგორ იქნებოდა? მაგრამ ზელენსკის განცხადება მაშკარად სერიოზულად შეაშინა კრემლი, მაგრამ იქ როგორც ჩანს ჯერ კიდევ ვერ მიხვდნენ, რომ მათ უკვე აღარ ეშინიათ. რუსეთის სახელმწიფო დუმის თავდაცვის კომიტეტის წევრმა ანდრეი კოლესნიკმა მკაცრად იცით ფეხის დაბიჯებით განაცხადა, რომ რუსეთის სამხედროები საპასუხო დარტყმებს მიაყენებენ უკრაინას, თუ კიევი გადაწყვეტს დრონებით შეტევას. გამარჯვების აღლუმი მოსკოვში 9 მაისს. მოგიყვანთ ამ ანდრეი კოლესნიკის ციტატას. და სანამ ციტატას მოვიყვან, გეტყვით რომ დაიმახსოვრეთ ეს. ეს არის რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო დუმის თავდაცვის კომიტეტის წევრი. თითქოს სერიოზული ადამიანი უნდა იყოს. და რას აცხადებს ის? ციტატა. პასუხი გარდაუვალი იქნება. ის ძალიან სერიოზული და მრავალჯერადი იქნება. ზელენსკი გათავხედდა, გაუტიფრდა და უკვე მართავს ევროპის კავშირს. ამიტომ რუსეთის ხელისუფლებამ სერიოზულად უნდა იფიქროს. ამ პიტულას რა მოუხერხოს? ვფიქრობ, რომ ამჯერად არ იქნებოდა ურიგო პრევენციული დარტყმაც. იმ ადგილებზე, საიდანაც დრონები შეიძლება გაფრინდნენ. აქ ის საკითხავია, შენ, გაველურებულ რუსს, საიდან უნდა იცოდეს, საიდან მოფრინავენ ეს დრონები? დრონები. მაგრამ მთელი არსი იმაშია, რომ კრემლი, რა თქმა უნდა, ზელენსკის ვერაფერს უზამს. აი დღეს ზელენსკი ევროპელებთან ერთად სომხეთში ატარებს ევროპული პოლიტიკური საზოგადოების სამიტს. სომხეთი ფორმალურად ჯერ კიდევ კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის წევრია. და ქვეყნის ტერიტორიაზე ჯერ კიდევ არსებობს რუსეთის სამხედრო ბაზა. მაგრამ რუსები იქ ჩუმად ხედან როგორც თაგვები, რადგან რეალურად არაფრის გაკეთება არ შეუძლიათ. აქ წერტილებს დავაყენებ. თქვენი აზრი და დასკვნები კომენტარებში დაწერეთ ამ გამოშვების ქვეშ. გამოიწერეთ არხი და აწკაპუნეთ ზარზე და არ დაგაუწყდეთ ლაგის დაჭერა. თუ გსურთ ამ YouTube არხის მუშაობის მხარდაჭერა, ეს შეგიძლიათ გააკეთოთ ნებისმიერი დონატით ან ფასიანი სპონსორული გამოწერით. ამ ვიდეოს აღწერაში მოცემული ბულებითა და რეკვიზიტებით. ამით ყველაფერი დასრულდა, იზრუნეთ საკუთარ თავზე, ყველას ნახვამდის. სუბტიტრები